მოკლედ ძვირფასებო მოიხარშა ეს ჩემი კარტოფილი. ეხა ნახეთ რა პრობლემა არის. ყოველთვის რომ დავაკვირდი მე ამას, სჯობია რომ ზუსტად იმ აი ასეთ დროს ცხელი რო არის, მაშინ იმას აუქნა რა ქვია. დავჭყლიტო რომ კარგი პიურე გამოვიდეს, ვიდრე ცივი. თან დაჭყლიტვა ცივის კიდე ჭირს. აი ასე. აი ეგ. ეხა ეს გვინდა ბავშვებმა გაიღვიძეს. ხო და ამას დავჭყლებ მარტო და მე პიურეს მოვამზადებ. იმას რა ქვია, ხავს. ეხა ჯგალში რო გავაკეთებ, ცოტა ხელი გამომივიდა, იმიტომ რომ ვერ გადავუწურე წყალი ბოლომდე. ამიტომ ყოველთვის მჯობია რომ ბოლომდე გადავუწუროთ და გამოდის კარგი პიურე. ისიც არ იყო ცუდი, თეფშზე დამისხიო და ისე მიირთმევდნენ ადაც და ეს რა ქვია. გაჩვენებთ ეხა მას. მერთხოდინებული. არ იქნება ჩემი საშველი. არ იქნება. და ერთი ეს ჩუსტები რატომაც ვია მე კიდე. სადაა ჩემი ლამაზი ჩუსტები. აი ეს. გავრეცხე და ესენი. გავრეცხე და გაიხა, მაგრამ მე მაინც გავკერე. საერთოდ არ ემჩნევა არა. დიდი ფრჩხილები არ მაქვს და არც ვიცი ამას. კი. აი ეს. ხო, ერთი წამი ჩემი ყავისთვის შევათბობ ამას. აი უყურეთ. ეხა ეს უნდა გაჩვენოთ. აი ნახეთ. აი ხა ხედავთ. აი ნახეთ. ამიტომ მომწონს ესე. ცხელი უცებ რო დაიჭყლიტება, გამოდის კარგზე კარგი პიურე. აი ასე. ეს აქ იყოს, უნდა მქონდეს კიდე ის რა ქვია. ხო, უნდა გავაკეთო კიდე ხახვი და ისინი. ამიტომ აი ასე იყოს აქ. არ გვიშლის არაფერს. ეხლა ამ ბავშვებს ვაჭრევ ხაფას, ბავშვებს რა გეგამითხრა მინდაო და არა სანამ არ მოითხოვს. იქეთ უნდა ვაჭამო გეგას, ტელევიზორს უყურებო დედიკო და აქეთ ვაჭამეო. ასე რომ იქეთ ვაჭმევ.
ჯერ ეს არ მიჭამია. სიმართლე გითხრათ, ძალიან საშინლად მაქვს შიმშილის გრძნობა და გავქაჩავ თუ არა არ ვიცი დღეს. ასე რომ ჩემგან ზოგჯერ მეც არ მოვილი ჩემი თავის განზრიფასება. ხო და საზაფხულოდ რომ მაქვს ეს ზომა ორნაირი ხო მაქვს ის ერთი ვარდისფერი და მეორე რაფერი არის? ხოლო ძალიან ღია ვარდისფერი თუ მოგეთ ხო რა ვიცი რაც არის. ხოდა მოდი უცებ დავიღებ წამყავას მე. რო იქნება და კაი დედიკო. გეგა. გეგუ. რას? რა არის ეს? დედიკო, არის ჭუბოთ ერთმანეთში. ხო, დედა ერთმანეთში არის ჭუბოთ. გაკუტა გეკა. რატომ? იმიტომ რომ იმას არ თმევდი. ეს ნაგავია დედიკო, ნახე ის არის ძროხის საჭმელი. ძროხის საჭმელი? ხო, დედიკო, ძროხის. დედაკია მოვედა წაიღებს. და აკეთებს. ძოხას. ხო, დედა. ხოდი. საკეთებ. ყავა უნდა დავლიო დე. ფაფას შეჭამდედი? შეჭამ ფაფას. ბრინჯის. საკეთებდე. ყავა უნდა დავლიო. ის ჩაია. ჩაი. ყავა. გავა. ის გავა, ის დე გავა. ავიწურავდი ლიმონსიდის სიამოვნებით, მაგრამ მეზარება ეხა იქით შესვლა. სიმართლე რო გითხრათ, ძალიან მეზარება. ისედაც ვცნობ, შიგნით ცარიელი. ბოშ. ძალიან ისედმეტად ცარიელი. ანა. ხო და? ბოშ აკეთ. ძვირფასებო. წვიმს ჩვენთან. საჭმელი უნდა. ხო, შიგნით სავსე მაქვს. ხო, დედიკო, უნდა საჭმელი ნათია მერე მოვა და წაიღებს. კარგი? არაფერი არ გამიკეთებია ჩემი თავისთვის. ხედავთ აგერ კიდევაც. დავადა. ტელეფონი დავადა. დავადები. მაცა, მინუტი ვერც, კრემი ვერც. ჩემთან მოდი. ვიცი რომ წავისმევ, მაგრამ ეგ არის რომ ეხლა რომ ვერ მოვახერხე მაგას. ხო დედა, ჩემთან მოდი, აი ასე. დედას გაბურძგნული. ვინ არისო გაბურძგნული გოგო დედას? ადაო. ადას არ უყვარს აწეული თმები. დედი, იქედან ხერავენ და წესიერად. მოთხოვებული გაჩეჩელი მაგრამ უბრალოდ ავიწყე ხალხო მედი კი არაფერი. გამიკეთებია. თავს ვაძალებ, რომ არ მეძინებოდეს. რომ არ მეძინებოდეს. სუმთლად ოთხკუთხედებზე გადავედი, ოღონდ აქეთ ჩამიტყდა გვერდზე. ხო და მოკლედ არ ვიცი ცირფასება გავიკეთებ მე ოღონდ ქორწილისთვის გავიკეთებ და
ქორწილისთვის რო გავიკეთებ, ის მე მგონი წასასვლელადაც ხო, მერე ვერ გავიკეთებ. ანუ ნახეთ როგორ არის ცემში თუ წავედით ჩვენ, დედიკო გამოიწვიეთ და შენ შემოგევლე. ცემში თუ წავედით, უნდა წავიდეთ ივლისის დასაწყისში. ძალიან დასაწყისში, ანუ დაიწყება თუ არა ეგრევე 3-დან ან 5-დან. ამ ბავშვების დაბადების დღე იქ მომიწევს. ორივეს. გოდესიც და გეკას, იმისა დასიც. ტორტი არ უყვარს. გოდეს. იშვიათად რო შეჭამოს. ამიტომ არ ვიცი. თუ ბურგერი არის იქ სათმე, ბურგერს ვაჭმე, იმიტომ რომ უყვარს ბურგერი. ხო და კაი დედიკო, ისედაც გაჩეჩილი ვარ და თუ გამომიყარეთ მე საერთოდ რა დამჭი. ადას არ ვიცი. აი ეს არც ამას დიდად. ის ვარდისფერი ტორტი რომ მქონდა, ის კი მიირთვა და. მაჩვენე კიდეც მაჰმიკური ლამაზია. შენს გესვა ეს, მაგრამ მე აგერ როდის წავისვი იმ დღეს, აქედან წავით პარასკევი. დღეს რა დღეა? ორშაბათი და მაქვს ამ ერთით შეაოდნავა, აი ამაზე ოდნავა მაქვს და ამას კიდე ჭამს ეს მე მგონი, არ ვიცი, უცებ ძურება. ცხელია? ცხელია. ცხელია. თმა დავივარცხნოთ. კი. იქნებ გამომაფხიზლოს ხალხო, სულ მეძინება, წარმოგიდგენიათ ეგეთი რა. სულ მეძინება. მუხამ გამოიწერა რაღაცეები მანქანისთვის. უყვარს ხოლმე გაფორმება თუ რავი, რაღაცეები და სინათლეები და რაღაცების პატარა სინათლე. ხო და შეავსეო შენო. ანუ ბალეტკები რომ მინდა ძალიან. თუ გაქვსო მონიშნულიო ან დამეო შეავსეო მითხრა. ხო იცით მინიმალური 40 ლარია. ხო და ერთი პასანაჩკები, რომელიც მე ყოველთვის მეცვა, ან რამოდენიმე წელი მეცვა ხალხო 15 ლარად ვიყიდე წალენჯიხაში. ხო და თან ყიდვა რომ მინდა და მივად ექი და ადამიანი რო გეუბნება რომ შენი ზომი არ არის და ვეუბნები რა იცი. ხო შეიძლება რომ გავიზომ. არ ვიცი რანაირი ძვალი აქვს ადამიანს ეგეთი რომ ან გამყიდველების კიდე ვერ გავიგე, რატომ მუშაობენ, არ უნდათ გაყიდვა ამ ყველაფრის, ხო? სადარი. რა? სადარი. რა დედი? სადარი. რა სად არის დე? რა შეძებ? რა არ არის? რა არ არის დედი? სავარცხელს ეძებ? იქ იყო დესარგესთან სავარცხელი. ანალიზი. ახ, შენ გრინს ეძებ? გრინი იქეთ არის მე მგონი. საწოლად ზოგჯერ ისეთი უკმეხები არიან. აღარ დაგსვამს. სულ ესეა. აი სულ თორე რო არ იყოს. კიდე მესმის. მოდი. ხო გითხარი, არის საწოლო ოთახში მეთქი.
ვიცი დედიკო. სანამ თმა დავარცხნე არ მომეშვა. ეს დიდი ზომაა შარვალი და მაგიტოა რომ თითქოს გამხდარივით ჩანვარ, თორე ჩემი რომ მაცვია. ჩემი ზომა. მუცელი მეტყობა ძალიან. გუშინდა ვიდეოში რო ვუყურე მე მაგალითად. მერე ჩემმა მამამ მითხრა რომ ჩამოდის ახლა მაისისთვის და ბანდას ჩამოგიტანო. არის რომ გოგოები იყენებენ და სადღაც 3 ან 5 სანტიმეტრით აგდებსო მუცელს და კაი მეთქი იმედი არ დაგავიწყდება და ჩამოიტანე თქო. ხო და მერე ახლა რო ვიყავით ლილოში. იმ ქალმაც რომ მივედით მუხრანი მიუდება ეს რო გინდოდაო არ გინდაო ბანდაჟზე და ხო მეთქი მაგრამ კარგი იქნება თქო და ის ქალი მეუბნება რომ აი ეს ყველაზე კარგია თუ დაიჭერებ მე უთხარი ესე მეუბნებიან დამყიდველები თქო და 2 ვიყიდე მანამდეც ყოველ იმაზე ყოველ ბავშვზე მე ვიყიდე თითო აი გამოვიწერე 1 აფთიაქში ვიყიდეთ სადღაც 45 ლარად აი გეუბნებით ზედი ანუ მხოლოდ ვიხდიდი ხამე დაბანის დროს მე გავრეცხავდი მეორე დღეს ისევ მეკეთა იყო დღეები რომ მე ღამეები არ ვიძრობდი სულ მეკეთა ღამეც კი მაგრამ არაფერი არ იყო ხალხო იმ რეკლამას რომ უკეთებენ რა გასახდომია და ასე და ისევ არაფერი არ იყო ჩემთან არ გამომადგა მე მაგალითად ადას დროს რომ ჩამაცვეს იქ გამიკეთეს იქვე რომ ვიცექი მაშინ მაგის მერე არ გამიხდია 6 თვე კიდე მერის რა ვერ ჩართე რა დამახჩეთ ბიჭო დღეს დილით რა გჭი რა ის გეგა აქ არ უნდა შეხვიდე აქედან გამოდი ამას რა დაჭირე შეისე ოკეი ის ბიჭო ესე იგი ტელევიზორი გამოუთვია ის გადამცველი ანუ კნოპკით რასაც წევ კომპიუტერის იმაზე გადაუყვანია ხო და როგორ როდის მივიდოდა ერთი და როდის გადართავდა სხვა იმაზე და ჩართავდა ყველაფერს აჭერენ ხო და იმის ხომ მინდოდა რა გინდადი კოკაკოლა არ არის დედიკო და არც ვიყიდი აწი მაღაზიებშიც არა აქვთ კოკაკოლა ველი მომიგო წავიდა ველი გოდე წავიდა სკოლაშია გოდე სკოლაშია სწავლობს გოდეცი გაკვეთილებს სწავლობს თუ ზარმაცია გოდე თქვიდა გოდე ზარმაცია ანა გოდეცი ზარმაცია ხოდე კი ძალიან ზარმაცია მოიტანეთ მის მაგრამ ასე რომ მოიტანეთ ხო რომ ვეუბნები ანა არა ვეძებ არ გინდა ეტო ალალის სპეცები ეტო ვითომ ნაწნავებს გავა დედი ხო დედიკო გოდე სადალიდა სკოლაშია დეკოდე სკოლაშია გოდე მამა სკოლაშია და მამა სკოლაშია ხო და მოკლედ იმას გეუბნებოდით რომ იმ ქალმა მირჩია რომ კეო მართლა კაია ანუ არ იყო ქართველი იქ ლილოში ხო იცით რომ არ ვიცი სხვა ეროვნებისები არიან ხო და იმან რაც მირჩია რომ მოვიტანეთ სუხელცლივს ჩავეკვეხე ვაიმე როგორ ვიყავი რამოდენიმე საათი მეკეთა მე ტანი გადავივლე და გავიხადე თორე აი გეუბნებით რომ ძალიან მაგარი გამოდგა ხალხო
მადლობა რომ ისეთები ძარსებობენ რომ არ იტყუებიან და გეუბნებიან კარგზე რომ კარგია. ანდე Daddy, suddenly is the paper actually on its PCB. თმისაბნევებს ითხოვს. სად არისო? სად არის? აუ წამოვიდეთ, ის არ ჩამედია მე მგონი. ბებიასთან დავტოვე მგონი დე. კიდე რა ჩავდე, იქ არ მახსოვს, კიდე რაღაც დავდე. არ ჩამედია. ტორტისია, ქაღალდსხელი არ მოგიდო და ტორტის გამოვაცხო. გინდა ტორტი რომ გამოვაცხო? ჰა! გამოვაცხო, მოვიდა აგერ, აღდგომაც. არ ვიცი წელს წავალთ თუ არა, ძვირფასებოდ ყველა მივდივართ. ჩვენ არცად არ დავდივართ, არც სასაფლაოზე, კაცი და აქ მაინც მუხას რო ექნება შესვენება ეკლესიაში, მაინც წავიყვან ბავშვებს. აი ესე გადავწყვიტეთ წელს. მე მგონი ყოველ წელს დავდივარ იქ. ხოდა ესე ჩემოკარგებ. პასკებზე არ ვიცი, ძირფასები ხო ვიღაცა მომწერა იქ კომენტარებში, რომ ეცოდინებაო რამე კარგი რეცეპტიო და პასკის ვიდეო მიდევს, იმის მერე მე პასკა არ გამომიცხვია. იმიტომ რომ არ უყვართ ჩემთან. იმდენი პასკა გამოაცხე, გავაჩუქე თორე ერთი ალბათ საათ თუ შეიჭამა. იმიტომ რომ უხასან ეს ბევრი კრემიანი რაღაცები რო არ უყვარს, მე ალბათ იმიტომ მიეთვებ და ესე მახსოვს მე, თორე ჩვენთან არ უყვართ პასკა. ხო და მოკლედ. მაგიტომაც არის რომ არ მინდა რომ გამოაცხადე. რა ვიცი, ძალიან ადვილია, მე მგონი ეს მე ვიცი შორინას რეცეპტი ჩემი მეზობელი გოგოსი და ძალიან მაგას აცხობს. აი, ძალიან მაგრესი კულინარია, აი არ ვიცი. მე მგონი არაფერი არ არის ქვეყანაზე, მან რო არ იცოდეს კერძები. ძალიან მაგარი გოგო. თან წარმოიდგინეთ, მე-9 კლასი ქონდა დამთავრებული, ისე მოიყვანეს ის ჩვენთან სამეზობლოში, პატარძალი იყო უკვე. ცოლად ჩემმა მეზობელმა ბიჭმა მოიყვანა. და აი, ბავშვობიდან მოყოლებული რომ გოგომ ესე ყველაფერი იცის, ტორტებიდან მოყოლებული, სალათები ხო აი იმდენად მრავალფეროვანი რეცეპტები აქვს სალათების, რომ აი არ ვიცი. მაქვს რა თქმა უნდა მისი რეცეპტები და მიწერია ბლოკნოტში რამოდენიმე, მაგრამ ეგ არის რომ არასოდეს იშვიათად რო გამეკეთებინოს, აი მაგალითად დაბადების დღე რო ქონდა ჩემ ბიძაშვილს, რამოდენიმე სალათი მისი რეცეპტით გავაკეთე, აი ყველას ძალიან მოეწონა მართლა. ხო და რა ვიცი ხო ყველაფერს უნდა, იმიტომ რომ მრავალფეროვანია, შიგნით ბევრი რამე აქვს იმის იმებს ზოგი, აი როგორ გითხრათ. სულ სხვადასხვანაირი რაღაცეები აქვს რეცეპტებში. ლამაზიც არის მე საბოლოო ჯამში სალათი. თან მე ის მიჭირს კიდე ყველაზე მეტად რომ მე რო არ ვსინჯავ. არ ვიცი მე როგორი გამოდის, როგორ მოეწონება. Istotisia, dadisia. Dadisia, istotisia. Dat miole totisi. Kita buka bela. Strawberries the white. გადავსხამე გეგას. ხო და
გეგას მივხედავ ხა ის დოზა მივიღე რომ მეყოს მაინც და მაინც არი მავშვები რა ქვია გადამკვდარი არ ვარ ამ ყავის დალევაზე იცით ხალხო და ასე რომ გეგას ვაჭმევ მე იატაკები უნდა მოვწმინდო ეს თე ესენიც რო ადგნენ საწოლი ოთახიც დასალაგებელი მაქვს ნახეთ როგორი სქელი გამოვიდა გაჩვენეთ აი უყურეთ არა და იმდენი წყალი რძე ქონდა აღარც მეგონა ასეთი სისქის თუ გამოვიდოდა ეხა ეს ბევრიაო და გაგიშდება წავედი ახლა ციფასებობე ვაჭმევ მე შევჭამ ამას და ადასაც მოუნდება ამასობაში ადა ძალიან ხო დედიკო არა მოყარო ყველაფერი ხო ჩადე დედი აი ასე ცოტა დამჩაყავა იმას მე გავაგრძელე წავედი აბა იქეთ ვაჭმევდი, მაგრამ აქეთ წამოვიყვანე, წყალიო რომ მიითხოვა წინ და უკან ვერ ვიყი. ვაჭმენდა. რა გინდა? ვაჭმენდა. პაპა, გაიდე, მოდი. მოდი ვარ. მოდი ვარ. მე აგევარ. არა, გეგაც ჭამს. გეგა არის ცხელი? არა. მიდი მოიტანე შენი პოთხი. მიდი ადექი. სად არის? იქეთ მაგიდაზე მგონი. აწი მთელი ის ყოველ უკმაზე წყალს მოითხოვს. არა, იქით, არა, იქით. მაგიდაზე გედო აქ, კარგი. მოიცა. ისე. შემაგარი ბიჭი ხარ. ხო დედიკო? დღეს არ არის ჩემი სერიალი ხალხო. ბაირამი ყოფილა და დღეს არ იქნება. ბადედო. ოჩი მულამაზო. ხოცა. ნახეთ. ყოველ უკმაზე წყალი უნდა სვა. ჰა? გოდემ ჩაი და პური მიიღო დღეს წასვლამდე, ერთი პორტოხალიც მიირქვა. ნახე, ადაც გეხმარება, კიბები დავასხი, მაგრამ მეც არ დავასხამ თუ არ მოგინდება. თან სქელი არის ეგ და ამიტომ უფრო დაანაყრებთ მე მგონი. მე მიგდე ბოჩლი. კი დედა შენ გიყიდე. დღეს მე რომ აქვს ვარჯიში მე წავიღებ. წყლისთვის და მაქვს. მე დავდე. ძალიან მინდა რომ გაგრძელდებოდეს ეხა ზაფხულიო ყველას შესვენება უნდაო და ამიტომაც არის რომ არ იქნება, მაგრამ მე მგონი სექტემბრიდან ისევ განაახლებენ და მე ძალიან მინდა გავაგრძელო ვარჯიში თუ განაახლებენ მაშინ სულ ვივლი რა არის კიდე ცოტა ძალიან ხო დედი შენ ხო მაგარი ბიჭი ხარ დედიკო ხო გიყვარს და კიდე ცოტა დე ხო დედიკო თუ გიყვარს იტირებს დედა
კაი, 3. კაი, ამის მერე 2. 1. ეს არა, ოღონდ ბოლომდე უნდა შეჭამო. ხო, დედიკო. შენ ძალიან ცოტა ასჭა. ეს და 1 მორჩა. კიდე 1 და მორჩა, მარტო 1 პატარა, უყურე სულ პატარა. ყოჩა, მოდი გაგოცა. მიყვარხარ დე, ჩემი მაგარი ბიჭი. დედო, ჩემი გოგო, შენ მაგარი გოგო ხარ დე? სუპერ გოგო. მოკლედ ესე ჩემო ძვირფასებო, მე გავაგზავნებ ამას ვაჭრებ თქვენ დაგემშვიდობებით და ბედნიერ მშვიდობიან წარმატებულ და დაყოფილ დღეს გისურვებთ.